სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. დღეს მართლმადიდებლობის ზეიმია. გილოცავთ ყველას დღესასწაულს ჩვენი ეკლესიისა. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ზეიმი მართლმადიდებლობისა სიმართლისა არის ყოველ დღე, მაგრამ დღეს განსაკუთრებულად შეგვახსენებს ეკლესია სწავლებას იესო ქრისტესი, უცდომელ სწავლებას მისა, შემდეგ გადმოცემულს მოციქულებზე, მოციქულთა მემკვიდრეებზე, ჩვენზე, დღევანდელ ქრისტიანებზე და შემდეგ ჩვენ შემდგომ ასევე ქრისტიანებზე, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. უცდომელობა მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებისა. ეს არის განსაკუთრებული ხაზგასმა ნიშნის დება იმისა, რომ ჩვენი ეკლესია არის ჭეშმარიტი ეკლესია და ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ მასშია. უსმინოთ წმინდა დელმთავარს გაბრიელ ეპისკოპოსს. სოლომონ ბრძენი წიგნსა შინათვისა, იგავთასა, სხვათა შორის წარმოთქვამს. ნუ გადაზდებ საზღვართა საუკუნეთა, რომელნი დასდვეს მამათა შენთა. თუმცა ამ სიტყვებში ცხადად არ დაინახება, რომელთა საზღვართა ზედა ამბობს სოლომონ, ნივთიერთა თუ სულიერთა, მაგრამ ვინაიდან იგი ამბობს საუკუნეთა საზღვართა ზედა, ხოლო ყოველნი ნივთიერნი საზღვარნი არიან არა საუკუნენი, არამედ დროებითნი, ამისთვის მას უთუოდ ჰქონდა მხედველობაში საზღვარნი სულიერისა სწავლისანი, ანუ საღმრთოს ჟულისა. მარსადამე იგი ამ სიტყვებით გვასწავლის ჩვენ, რათა არ გამოვცვალოთ, არ გადავსილდეთ საზღვართა საღმრთოისა ჟულისა. ესე იგი, საღმრთოს ჟული დავიცვათ და შევინახოთ ისე, როგორც გადმოგცეს ჩვენ მამათა ჩვენთან. წესი მართლმადიდებლობისა, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ ახლა, თვით საქმით გვასწავლის ჩვენ იმ აზრს, რომელსაც გამოთქვამს სოლომონი ზემოთქმულთა სიტყვათა შინა. ვინაიდან დღეს წმინდა ეკლესია მაღლითა ხმითა აღიარებს და დაამტკიცებს იმ ძველსა ჟულსა, რომელი გადმოგცეს ჩვენ მამათა ჩვენთან, ხოლო ყოველთა მათ პირთა, რომელნი არღვევენ, გადაზდებენ ან შესწვლიან საზღვართა ამის ჟულისათა, გამოუცხადებს, რომ ისინი არიან განშორებულნი, განგდებულნი ეკლესიის კრებულისაგან და იქმნებიან ქვეშე ანათემისა. დღეს აღესრულება წესი ასევე ანათემისა, როდესაც წმინდა ეკლესია ყველა ცრუ სწავლებას გადასცემს ანათემას. ანათემა ეს არის უკანასკნელი გაფრთხილება ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც არ დგას წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებაზე. ბოლო გაფრთხილება, რათა დაფიქრდეს და სინანული შესწიროს ღმერთს და მოვიდეს წმინდა ეკლესიაში. იმისათვის, რომ იყოს აღსარებელი საფრთხოს ჟულისა და ამის საფუძველზე ცხონდეს. ეს არის ბოლო შეგონება ეკლესიისა. ზოგიერთები ამბობენ, რომ თითქოს რა მკაცრია ეკლესია. დიახ, კაცრია ეკლესია, იმიტომ, რომ იგი ცდილობს, რომ გადაარჩინოს ყველა ადამიანი და არა ილაპარაკოს ლიტონ სიყვარულზე, რომელშიც ჭეშმარიტი გულწრფელი სიყვარული არ არის. როდესაც ადამიანი ცდება, მას უნდა უთხრა, ურჩიო და არა მოეფერო, დაუყვალო და ამითი ადამიანი არ დააფიქრო თავის ცნობილებაზე. თუ გიყვარს ადამიანი, მას კიდევაც შეაგონებ და ეთქვი, რომ ისი არ მოიქცეს, რომ რაიმე თავის თავს ავნოს ან სხვას ავნოს. აი ასეა ანათემის მნიშვნელობაც. ბოლო გაფრთხილება მათთვის, ვინც დედა ეკლესიის წინაშე არ არიან. საღმრთოსა ჩვენს ჟულსა აქვს ორი მხარე.
ერთი არის სწავლა, ანუ გონებითი განმარტება სჯულის საზღვართან. ესე იგი, როგორ უნდა გვესმოდეს ჩვენ სჯული, რა უნდა ვწამდეს და რას უნდა უარყოფდეთ. ამ კერძო სწავლისას ეწოდება დოგმატი. ანუ ამ მხარეს სწავლისას ეწოდება დოგმატი. მეორე მხარე ჩვენი სჯულისა არის თვით საქმე, ანუ ცხოვრება, ყოფაქცევა. ესე იგი, როგორი ცხოვრება უნდა გქონდეს და რა საქმე უნდა აღვასრულოთ ჩვენ. ცხადია, რომ პირველი სჯულის მხარე, ანუ დოგმატი არის და უნდა იყოს შეურყეველი, შეუცვლელი. იგი ერთხელვე გადაწყვიტეს და განსაზღვრეს მამათა ჩვენთან და ჩვენ არა გვაქვს უფლება, რომ გამოვცვალოთ ისინი, როგორც მიგვიღია მამათა ჩვენთაგან, ისე უნდა გადავსეთ ისინი ჩვენ შვილთა და მომავალთა. ღვთის მადლით და შეწევნით ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის მტკიცედ ინახავს თვით იმ სჯულს, ანუ დოგმატს, რომელი უფალმან იესო ქრისტემან ასწავლა მოციქულთათვის და მოციქულებმა გადასცეს თავიანთ მემკვიდრეებს, წმინდა მამათა და ამათგან მივიღეთ ჩვენსა შეურყეველად, შეუცვლელად წესი და სჯული ქრისტიანული. ქრისტიანები მრავალნი არიან სხვადასხვა ქვეყანასა შინა, გარეშე მართლმადიდებელთა, მაგრამ მათი სწავლა დოგმატები აღარ დაემსგავსებიან იესო ქრისტეს და მოციქულების სწავლებას. ქრისტიანად უწოდებენ თავის თავს მრავალი განათლებულნი ხალხი ევროპაში მცხოვრებნი, მაგრამ მათ შორის აღარ არის ერთობა სწავლისა. იქ ყოველ კაცს თავისებურად სწამს. ყოველ სოფელში, ანუ ქვეყანაში განსხვავებული სწავლა არის სჯულისა, რომელიც არღვევს ერთობას და დიდად მავნებელია კაცისა. ამისთვის ჩვენ მართლმადიდებელნი ყოველთვის უნდა ვმადლობდეთ ღმერთს, რომ ვართ აღმსარებელნი ჭეშმარიტისა სჯულისა, მართლმადიდებელისა და კიდევაც ვცდილობთ დაცვასა და აღსრულებასა მისსა. ჩვენ ხედავთ თუ რა მოხდა ევროპაში, როდესაც პაპიზმი შემოვიდა თავისი განსხვავებული სწავლებით. შემდეგ პაპიზმისა იქმნა გადმოცემული უკვე პროტესტანტიზმი. რადგანაც როდესაც გონიერთა კაცთა ნახეს, რომ პაპიზმი ეს იყო სიცრუე და არაფერი არ ჰქონდა საერთო საღვთო სწავლებასთან, მათ გამოხატეს პროტესტი. მაგრამ ამ ადამიანთა უგუნურება იმაში მდგომარეობდა, რომ იმის ნაცვლად, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში მოსულიყვნენ, მოიგონეს ახალი სწავლება. პროტესტის ნიშნად შექმნეს ახალი სწავლება, რომელსაც საზოგადოდ ეწოდა პროტესტანტიზმი, რომელიც მოიცავს თავის თავში ბაპტიზმს, 50-იანელობას, ადვენტისტობას და შემდეგ სხვადასხვა ცრუ სწავლებებს. და ჩვენ ხედავთ თუ როგორ არის დაკლინებული დღეს დღევანდელ ევროპაში სწავლება ქრისტიანული. ქრისტიანებს ეძახიან თავის თავს, მაგრამ კომედიად თუ არა ტრაგედიად არის ქცეული მათი სწავლება და პაპიზმი იქამდეც მივიდა უკვე, რომ ერთ სქესიანთა ქორწინებას აკურთხებს და ამბობს, რომ ეს არის უსაზღვრო გამოხატულება სიყვარულისა. აქამდე დაეცა პაპიზმი. ეს არის მართლაც უსაზღვროდ დაშორება ღვთის სწავლებისაგან. როცა ადამიანი სჯულის სწავლებას მოწყდება, იგი ბუნებრივია, რომ აქამდეც კი დაეცემა. მაგრამ როგორც უწიმს თქვით, საღვთო სჯულს აქვს მეორე მხარე, ესე იგი ზნეობა, ცხოვრება, ყოფაქცევა. ეს მხარე ეს ყოველთვის უნდა იცვლებოდეს, ესე იგი კეთდებოდეს, უმჯობესი შეიქმნებოდეს, როგორც კერძო პირთა შორის, ესევე მთელ საზოგადოებასა და ერთსა შინა. ცხოვრება, ყოფაქცევა, ესე იგი ზნეობა და ჩვეულება მარად ჟამს დაუსრულებლად უნდა მაღლდებოდეს, ვრცელდებოდეს,
როგორადაც თითოეული კაცი, ესევე მთელი კაცობრიობა. თან და თან წინ მიდიოდეს სათნოებასა, ზნეობასა, პატიოსნებასა შინა, შემწეობითა საღმრთოს ჯულისათა, რომელი მოგცა ჩვენ ღმერთმა. დიდი სახე, დიდი იდეალი მოგცა ღმერთმა, დიდი ასპარეზი, ანუ სარბიელი ცხოვრებისა. დაგვინიშნა ჩვენ და გვასწავლა. იყვენი თქვენ სრული, იტყვის უფალი, ვითარცა მამაი თქვენი ზეციერი, სრულ არს. აჰა რა სისრულე, რა სიწმინდე უნდა ვეძიოთ ქრისტიანებთან. იყვენი თქვენ წმინდა, რამე თუ მე წმინდა ვარ, იტყვის წინასწარ მეტყველის პირით ღმერთი. ვის შეუძლია 1000 წელიც რომ იცხოვროს ქვეყანაზე, ახსლა ამისთა ხარისხსა ზედა სათნოებისასა, მაგრამ მისწრაფება, მეცადინეობა მაინც უნდა არ დავაკლოთ. ყოველთვის უნდა ვზრუნავდეთ სათნოებისათვის, სულიერი წარმატებისათვის. ყოველთვის უნდა გქონდეს თვალთა წინაშე ის სახე, ის მიზანი, რომელიც გვაჩვენა საღმრთომან სჯულმან, ჩვენმან და ვნატრობდეთ მას. ანუ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ შეიძლება სისრულეს და სიწმინდეს იმ სახით, რასაც გვასწავლის წმინდა ეკლესია, ვერასოდეს ვერ მივახცეთ. მაგრამ უნდა გქონდეს ამის გამო სინანული. არ უნდა ვამართლებდეთ ჩვენ ცოდვას. ჩვენ ხო გვესმის, როდის ჩავდივართ ცოდვას. არ უნდა გავამართლოთ ეს ცოდვა, უნდა ვამხილოთ საკუთარი თავი და უნდა ვეცადოთ, რომ გამოსწორდეთ. და ეს მარხვა არის სწორედ ის ასპარეზი, განსაკუთრებული დღეები, როცა ადამიანი უნდა ცდილობდეს თავისი თავის გამოსწორებას, თავისი ცოდვების აღხოცას, გამოკეთებას ცხოვრების წესისა. აი ნახეთ ორი მხარე. სჯული, ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლება, რომელიც უნდა დავიცვათ და არა მარტო ეს დავიცვათ, არა მარტო უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და ამით ვცხონდებით, არამედ საქმეებით უნდა დავადასტუროთ იგი. როცა ჩვენი საქმეებით სათნო ვეყოფით ღმერთს. აი ეს ორი მხარე, ეს ორი სახე ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებისა უნდა დავიცვათ თითოეულმა მათგანმა, თითოეულმა ჩვენთაგანმა, ვისაც გსურს ცხონება და გადარჩენა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაიხარეთ.